Hello. Welcome to our beautiful camping place. Come in, please. Nadine Henry is my family name. ჩემი გვარია ნადინ ჰენრი. ჩვეულებრივ მორცელში ვცხოვრობ, რომელიც აქედან დაახლოებით 16 კილომეტრში მდებარეობს. აქ კი მარტიდან ოქტომბრამდე ვრჩებით. ერთხელ აქვე მეგობრებს ვესტუმრეთ და ვნახეთ, რომ ეს ნაკვეთი ქირავდებოდა. გადავწყვიტეთ გვექირავებინა და აქ გადმოვსულიყავით. 2 შვილი მყავს, 5 შვილიშვილი და 5 შვილთაშვილი. უკვე პენსიაზე ვარ. ადრე ბანკში მუშაობდი, შემდეგ კი კაზინოში. ამის შემდეგ საქმიანობა უძრავი ქონების სფეროში დავიწყე და პენსიამდე ამ საქმით ვიყავი დაკავებული. თუ ვინმე მთხოვს თავისი უძრავი ქონების გაყიდვას, ახლაც სიამოვნებით ვეხმარები. ეს საქმე ძალიან მომწონს. ყოველთვის განსაკუთრებულ სიამოვნებას მანიჭებდა რაიმეს გაყიდვა და ვამბობდი, კი, მეს შევძელი. 70 წლის სანამ გავხდებოდი, ძალიან მინდოდა მუშაობის გაგრძელება, რადგან მიყვარს მუშაობა. საკმაოდ ენერგიული ვიყავი, შემეძლო 9 განაკვეთით მემუშავა, მაგრამ არა 8 ან 10 საათი დღეში. როცა ახალგაზრდა ვიყავი, ხელფას ნაღდი ფულით გვიხდიდნენ. ახლა ეს აღარ არსებობს. ყველაფერი პირდაპირ საბანკო ანგარიშზე ირიცხება. მაგალითად, თუ 30,000 ევროს გამოიმუშავებ, შეიძლება 5,000 евро გადასახადებში გადაიხადო. ამასთან შენი დამსაქმებელიც გადასახადებს იხდის. ეს თანხები ერთ ფონდში იყრის თავს, საიდანაც პენსიები ფინანსდება იმ ადამიანებისთვის, ვინც ჩვენამდე მუშაობდა. ჩვენ მათთვის ვიხდიდით, ახლა კი ახალგაზრდა თაობა იხდის ჩვენთვის. ასე მუშაობს ეს სისტემა. ჩვენთან არსებობს მოხუცთა სახლებიც, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პენსიაზე გასulis შემდეგ დამოუკიდებლად ვეღარ ცხოვრობენ. სულ რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ გადაცემაში თქვეს, რომ მოხუცებულთა სახლის საშუალო ღირებულება თვეში დაახლოებით 2,300 ევროა. საშუალო პენსია კი დაახლოებით 1,800 ევროს შეადგენს. სხვაობა თითქმის 600 ევროა და ზოგი ადამიანი ამას ვერ იხდის. ამისთვის კი ჩვენთან არსებობს OCMV, ანუ სოციალური დახმარების სამსახური. ის ეხმარება იმ ადამიანებს, რომლებსაც ამ ხარჯების დაფარვა არ შეუძლია. შენი პენსია დამოკიდებულია იმაზე, რამდენს გამოიმუშავებდი და რა თანხას იხდიდი მუშაობის განმავლობაში. მაგალითად, თუ 5,000 ევროს ვიღებდი ხელფას, შეიძლება პენსია 2,500 евро მქონდეს. გარდა ამისა, პენსიონერები ყოველწლიურად ვიღებთ შვებულების დანამატს. ეს თანხა საკმაოდ დიდია. არ გეტყვით ახლა რამდენია, მაგრამ ეს საკმარისია, რომ წახვიდე სამოგზაუროდ. ჩემს დროს წელიწადში 12 ჯერ გვიხდიდნენ ხელფას, მაგრამ დამატებით 13 ხელფასიც მქონდა. თუ განსაკუთრებით ბევრს და კარგად მუშაობდი, ბონუსსაც იღებდი ამ 13 ხელფასის გარდა. მე ყოველთვის ვიღებდი ამ დანამატებს, რადგან ძალიან ბევრს მუშაობდი. 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს შეუძლიათ მთელი წლის სატრანსპორტო აბონემენტი მხოლოდ 65 ევროთ შეიძინონ. შეგიძლია ავტობუსითა და ტრამვაით შეუზღუდავად იმგზავნო. მატარებელზე სხვა წესები მოქმედებს. ჩვენთან ასევე არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებს ყოველკვირეულად საკვებით ეხმარებიან. შეგიძლია ყოველ კვირას მიიღოს საკვების ჩანთა, რომელშიც არის როგორც ახალი პროდუქტები, ისე კონსერვები. როდესაც მესმის, რომ ადამიანები სხვა ქვეყნებში მთელი თვის მუშაობის შედეგად 300 ევროს იღებენ ხელფას, ღმერთო, ამის წარმოდგენა რთულია. ასე თუ შევხედავთ, ჩვენ ნამდვილად ფუფუნებაში ვცხოვრობთ. უბრალოდ ამას ვერ ვაცნობიერებთ, მაგრამ ეს სიმართლეა. My name is Frank Vercruz.
მე მქვია ფრენკ ვერკრუსი 1956 წელს დავიბადე. მამაჩემი 1911 წელს იყო დაბადებული, დედაჩემი კი 1920 წელს. მათ სრულიად განსხვავებული წარმოდგენა ჰქონდათ ცხოვრებასა და შრომაზე. მათ მასწავლეს, რომ თუ გინდა ცხოვრებაში რაღაცას მიაღწიო, ბევრი უნდა იმუშაო. ამიტომ 13 წლის ასაკიდან სასკოლო არდადეგების პერიოდში, ივლისსა და აგვისტოში, ცხოველების საკვების ქარხანაში ვმუშაობდი. ვისწავლე, რას ნიშნავს ნამდვილი შრომა. ძალიან ახალგაზრდა ასაკში დავქორწინდი, ვალდებული გავხდი მემუშავა. პირველი სამსახური ბრიუგეში, სადაზღვევო ბროკერად დავიწყე. შემდეგ მეგობრებთან ერთად სადაზღვევო ბროკერული კომპანია და დროებითი დასაქმების სააგენტო დავაფუძნე. 2000 წელს შემიწილები გავყიდე და აქ, მიდელკერკში, ნულიდან ახალი სადაზღვევო ოფისი გავხსენი. 2019 წელს პენსიაზე გავედი. 2 შვილი მყავს. როგორც ვთქვი, 13 წლის ასაკიდან მუშაობდი და იმ წლებმა დამატებითი 1 საპენსიო წელი მომიტანა. გარდა ამისა, 1 წელი სამხედრო სამსახურში გავატარე. ჩემს დროს ეს სავალდებულო იყო. ამის შემდეგ 2 წლით ადრე შემეძლო პენსიაზე გასვლა და ეს შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, გამოვიყენე. ბელგიის საპენსიო სისტემაში არსებობს ბონუსების სისტემა. თუ იმაზე მეტხანს მუშაობ, ვიდრე ვალდებული ხარ, უფრო მაღალ პენსიას იღებ. თუ უფრო ადრე გადიხარ პენსიაზე, პენსიის ოდენობა მცირდება. ბელგიაში ჯანდაცვის სისტემა ძალიან მაღალი ხარისხისაა. ამისთვის ბელგიის მოქალაქე უნდა იყო და სავალდებულოა გქონდეს ჯანმრთელობის დაზღვევა. როდესაც პენსიონერი ხარ და ექიმთან მიდიხარ, ვიზიტისთვის უმეტესად მხოლოდ 2 ან 4 ევროს იხდი. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გადასახადი მეტია. ასევე, როდესაც აფთიაქიდან მედიკამენტებს იღებ, ავტომატურად შეღავათიანი ტარიფით სარგებლობ. ბელგიაში სახელმწიფო პენსიასთან ერთად დამატებითი საპენსიო დანაზოგის შექმნაც შეგიძლია. შეგიძლია საკუთარი სახსრებით დაზოგო თანხა, რაც საგადასახადო შეღავათებსაც გაძლევს. ზოგიერთ კომპანიაში არსებობს ეგრეთ წოდებული ჯგუფური დაზღვევა, რომლის ფარგლებშიც დამსაქმებელიც იხდის დამატებით თანხას შენი მომავალი პენსიისთვის. ამგვარად, ჩვენს ქვეყანაში პენსიის დაგროვების 3 სხვადასხვა სისტემა არსებობს. ეს თანხა სადაზღვევო კომპანიის ანგარიშზე გროვდება. როდესაც საპენსიო ასაკს უახლოვდები დაახლოებით 2 თვით ადრე, კომპანია წერილს გიგზავნის და გაცნობებს, რამდენი თანხა გაქვს დაგროვილი. საჭირო დოკუმენტს აწერ ხელს, უგზავნის საბანკო ანგარიშის ნომერს და პენსიაზე გასვლის დღეს ეს თანხა უკვე ანგარიშზე გერიცხება. რადგან პენსიაზე ვარ, ძალიან ბევრი თავისუფალი დრო მაქვს. ხუმრობით ვამბობ, რომ სახლში ყველა საქმე მემაბარია. ვაკეთებ საუზმეს სადილს და ვახშამს, ზრუნავ საყოფაცხოვრებო საქმეებზე და საყიდლებზეც დავდივარ, თუმცა საკუთარ თავსაც ვუთმობ დროს. ყოველ კვირას პადელს ვთამაშობ, ბევრს დავდივარ ფეხით, ველოსიპედით ვსეირნობ, ტელევიზორში სპორტულ ღონისძიებებს ვუყურებ. ასევე ძალიან მიყვარს კროსვორდები და ბევრს მოგზაურობ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ დამავიწყდა. პენსიონერები თავისუფლებიან ზრდასრულთა განათლების საფასურის გადახდისგან. თუ გინდა რაიმე ახალი ისწავლო და მაგალითად, საღამოს კურსებზე იარო, სწავლა უფასოა, არაფრის გადახდა არ გჭირდება. Thank you. Okay. Have a nice day. Yeah, Bye. bye.